დამატებელი სერია დაასრულოს. ანდრიჩი ძალიან შორს იმყოფება საჯარიმო და დაარტყა. კი მოიგერია ეს დარტყმა სიუკაევმა, მაგრამ არ წავიდა მის მიერ მოგერიებული ბურთი. განმეორებით ხედავთ აი ამ მომენტს ანდრიჩის ძალიან შორეული გასროლა. ჩოლო პოზიციაში მიიღო ბურთი, ის ტიპიური საჯარიმოს ფორვარდია. თუმცა არ შეუშინდა დაარტყა საკმაოდ ძლიერად და სიუკაევმა საფრთხელები ხო მეორე სართულზე საინტერესო დუელები გველოდება. სამურალის სამი ცენტრალური მცველით არის წარმოდგენილი და დარტყმა გარის მიმართულებით და სამი გოლი გავიდა. მაინც მოახერხა ქუთაისის ტორპედომ გოლის გატანა და ეს გოლი გაიტანა კომდენ ანდრიჩმა. ხაზმა დაცვის ცენტრმა დაუშვა ეს შესრულება. კონკრეტულად კი გადააფრინდა ბურთი ქაბიას და შემდგომ ანდრიჩმაც უკეთესად შეეძლო დარტყმას სერტალოსმოს, თუმცა რაც თავარია მიზანი შესრულებულია. მან გოლი გაიტანა და 7 მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა. 1-0 ტორპედო კარგად იწყებს. სწორედ იმ თემაზე საუბრობდი, რომ მეორე სართულზე საინტერესო ორთაბრძოლები გველოდება, 3 ცენტრალური მცველი წყალტუბოს სამგურალის მხარეს და 2 მეორე დატოვა ბურთი მოედანში. კიდევ ერთი ჩაწოდება. კაც შერიფი თამაშობს. რიანი. დაარტყა შორიბანძილიდან ძალიან ცუდად. სურით სადებიუტო შეხვედრაშიც დამტკიცდა ჩაწოდება საჯარიმო მოედანში დარტყმა და კიდაღამ ჩემი სიტყვების დასტურად მატეი შიმიჩმა მოახერხა და გაიტანა კიდევ ერთი გოლი ტორპედოს მაისურით. კარგად და სწორად შეარჩია პოზიცია და ასევე რეაგირებაც არ დაეწუნებოდა ამ ხრივ რუს მეკარეს. განმეორებით ეს ეპიზოდი, მორიგი შეცდომა სამგურალის დაცვის ხარ. ასეც ხდება პირესი ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა გარის მიმართულებით და სიუკაევმა კლავაც გადაარჩინა სამგურალი. ჩაწოდება საჯარიმოში, გადარჩა მორიგჯერზე სამგურალი, არაბიძის დარტყმა გარის მიმართულებით და ტორპედო 2-0 ამარცხებს პირველ ტაიმში სამგურალს. გიორგი არაბიძე საგოლე გადაცემას პლუს გოლი. სრული ქაოსი. წყალტუბოს სამგურალის საჯარიმო მოედანში საშინელი მოგერიება აფციაურის წმენდა და არაბიძემ ერთი შეხებით ზუსტესი დარტყმით კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ძალიან მაგრად უმაღლეს დონეზე შეასრულა გიორგი არაბიძემ ეს დარტყმა. ტორპედო დღეს თამაშობს ძალიან კარგად. აი ამას ელოდებოდნენ ქუთაისელი კომაგები საყვარელი კლუბისგან. ამას თხოვდნენ დიმ შუსტერს. გურალის შემადგენლობა დეისაძე, გადაცემა ბასილაძეზე, ბასილაძე დაატრიალა და დაარტყა გარის მიმართულებით და მეორე ტაიმის სტარტზე უკვე გამანადგურებელი ხდება ანგარიში ალეკო ბასილაძე იმის მიუხედავად რომ დღეს მარცხენა მცველია მაინც მოახერხა დავის გამოჩენა. ეს ბიუტო გოლი გაიტანა 2026 წლის გათამაშებაში. ნახეთ ძალიან რთული დარტყმა შემოგთავაზა ბასილაძემ 2 მოწინააღმდეგე ესეთ ფეხზე ეჭდა ალეკოს, თუმცა აუღებელი დარტყმა შეასრულა და სიუკაევმაც ვერ გადაარჩინა გუნდი. 3-0. მატჩის 46 წუთზე გადანილი. აი ასეთი ტორპედო სჭირდება ქუთაისელ კომანდას. 3-0 სასაური თუ უშველი ახლა წყალტუბოს სამგურალს თუ გავითვალისწინებ იმ ყველაფერს რა სურათიც გვაქვს დღეს შენგელდია არენაზე. ალეკო ბასილაძე ნომერი 20. ძალიან მაგარი ბიჭია ალეკო ბასილაძე. ასაკით მიუხედავად ისიც დიდი ძალაა სამგურალისთვის დარტყმა სიუკაევი იგერიებს. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა გარის მიმართულებით. კომნენ ანდრიჩის დუბლი. თანაც როგორი ეფექტური გოლი შემოგთავაზა ტორპედოს ხრიანმა. ეს ყველაფერი გამოსდის ქუთაისის ტორპედოს და არაფერი წყალტუბოს სამგურალს. განმეორებით დასრებაზე ჩინებული იყო ანდრიჩი და როგორი ეფექტური გოლი გაიტანა დავადაც ხედა. გადანილი გოლის ავტორია კომნენ ანდრიჩი ნომერი 9. ახლა უკვე გრჩება ინტრიგა თუ რა ანგარიში და რა სხვაობა დაფიქსირდება საბოლოო ჯამში ტაბლოზე. ქუთაისის ტორპედოში 2 მატჩი აქვს მხოლოდ ჩატარებული ამ სეზონში არაბიძე და არტყა არასდროს. პირველ ტაიმს საკმაოდ ისეთი ნორმალური, კარგი გონდა ცეცხლაძის დარტყმა არასოსტი. ვალია მარჯვენა ნახევარმცველადაც არაერთი მატჩი ჩაუტარებია. საინტერესოა მასთან ერთად თუ შემოიყვანს ეს კი. იძე ანდრიჩი დარტყმა შორიბანძილიდან მამუჩაშვილის მცდელობა არასუსტია.
ჩაწოდება საჯარიმოში, არეულობა დარტყმა და 5-0. 5-0 თავისი გოლი გაიტანა მოჰამედ შერიფმა მატეო შიმიჩის გადაცემის შემდგომ. თან ისე რომ ყარს მშრალად ინახავს ჯერჯერობით ქუთაისური კლუბი. შიმიჩი პირველ ტაიმში ახლოს იყო გოლთან, მაგრამ სიკვაევმა აჯობა და მეორე ტაიმში საგოლ გადაცემა ჩაიწერა ხოროტა ცენტრალურ მომწონდა და ხოლო გერმანელმა თავისი გოლი. სებოლინია ჩაწოდება და რაიას გამოაქვს გურთი არც თუ ისე შორს. ცეცხლაძე კიდევ ერთი ჩაწოდება დარტყმა გარის მიმართულებით და პრესტიჟის გოლი გაიტანა გიორგი გოგოლაშვილმა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა და თავი გამოიჩინა. და თუ არ ვცდები ცეცხლაძემ ჩაიწერა საგოლე გადაცემა აქტივში. ცეცხლაძემ კარგად ჩაერთო თამაში. დენე კარგი ჩაწოდება შემოგთავაზა და საბოლოოდ ყველაფერს გოლიც მოჰყვა. გოგოლაშვილმა გაიტანა. ძალიან უგოლიანი შეხვედრა გამოგვიყვება. ამარტივა დაუარა გორდი ბერელიძეს. სუსტი პასიც გააკეთა კუპრავა. ჩაწოდება საჯარიმოში და სტატუს კო აღდგენილია. ლადო მამუჩაშვილი კაპიტანმა თავისი გოლი გაიტანა. შგარი ამ რაკურსიდან არ ჩანს რომ არის. კუპრავას ჩაწოდება და მამუჩაშვილმაც მარტივად მოახერხა გატანა. უნიშნულოვანესი ფიგურა ლადო მამუჩაშვილი ტორპედოსთვის. ტორპედოში გადმოსვლა რამდენიმე დღეში გუნდმა ერთხმა დაირჩია ის გუნდის კაპიტანად, რაც მამუჩაშვილის ჩაწოდება გამოტანილია ბურთი ზიტა და არტაკისლიმ აცილა. ჩვენი არც არაფერს ამატებს ავაზაშვილი და ტორპედომ იბერულ დერბიში გამანადგურებელი ანგარიშით 6-1 დაამარცხა წყალტუბოს სამგურალი